ეს არის ქართველი სპორტმენების უახლესი ამბების მოკლე მიმოხილვა. ისიც გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ლა ლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტია, რადგან თებერვალში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამასთან ზურიკო დავითაშვილიც არ ჩერდება და საფრანგეთში სენტ-ეტიენის რიგებში მიმდინარე სეზონში უკვე მე-11 გოლი გაიტანა. მეორე საკითხი, რაც აუცილებლად უნდა განვიხილოთ, კლუბებში არსებული პრობლემებია. სამწუხაროდ მცველ საბა საზონოვს იტალიურ ტორინოში ნამდვილად რთული პერიოდი უდგას, რადგან მწვრთნელთან კომუნიკაცია საერთოდ გაუწყდა და გუნდის გეგმებში ვეღარ ხვდება. მეკარე გიორგი მამარდაშვილი კი ინგლისურ ლივერპულში 1000 მატჩით სათადარიგოთა სკამზე დარჩა, რამაც რა თქმა უნდა მისი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. მესამე და ბოლო თემა ჩვენი ლეგიონერების დამაჯერებელი სტაბილურობაა. მცველმა საბა გოგლიჩიძემ ინგლისის ჩემპიონშიპში უშიშარი თამაშით უოტფორდის ფანების უდიდესი მოწონება დაიმსახურა. საბოლოო ჯამში, მიუხედავად ცალკეული დაბრკოლებებისა, ჩვენი სპორტსმენების უმეტესობა მაინც აგრძელებს უმაღლეს დონეზე თავის დამკვიდრებას და მსოფლიო ასპარეზზე საკუთარი მძლავრი სიტყვის თქმას.